უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდება. ეს კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ამ დროს კი მას არჩევნების უსამართლოდ ჩატარებაში სდებდნენ ბრალს. ევროპული საუბრების დღევანდელ ეპიზოდში მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რათა გამერკვია რჩება თუ არა საქართველო ევროპულ გზაზე, როგორია მისი ურთიერთობა რუსეთთან და რას ელოდება მომავალში იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უკვე იწყებს მოქმედებას ამ რეგიონში. ბატონო პრემიერო, სასიამოვნოა რომ ისევ შევხვდით. არჩევნებამდე თქვენ ევრონიუს განუცხადეთ, რომ გსურდათ საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის მოხდა, ბრიუსელმა რომ ხვალ მოგიხმოთ. წახვალთ თუ არა სასაუბროდ და ისევ აღადგენთ თუ არა მოლაპარაკებებს. Go into talks and restart those negotiations. Well, thank you for your interest and it's დიდი მადლობა რომ ინტერესი ჩენთ ჩვენს მიმართ. სასიამოვნოა რომ ისევ შევხვდით და მომეცა საუბრის საშუალება თქვენთან და თქვენს აუდიტორიასთან. დიახ, ძალიან მკაცრად გვაქვს გაწერილი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ეს არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი დაბკოლების წინაშე აღმოჩნდით. მაგრამ მაინც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია რომ სავსებით შესაძლებელია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს. ეს არის ჩვენი საშუალოვადიანი მიზანი და შესაბამისად ისე ნაბიჯებით მივიწევთ ამ მიზნისკენ. და მე იმედი მაქვს რომ საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო მიდგომა იქნება მომავალ წლებში. ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა წინ ვიაროთ ჩვენს ევროპულ გზაზე. In the next upcoming years, so we will do our best in order to promote our European path. Our relations ევროკავშირთან ურთიერთობა კრიზისში ხომ არ შევიდა, რადგან ეს ასე გაფიქრებთ. We are interested to have a დიახ, ურთიერთობის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ჩვენთვის მისაღები. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ევროკავშირთან ჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეს, რაც ასე არ არის ახლა. მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკის ბრალი. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის, საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკური კურსის ბრალი. ამიტომ თუ კი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი უკეთესად იქნება. თქვენი სტრატეგიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენად მყარად ადგას საქართველოს პროევროპულ გზას. თუ ეს არ გულისხმობს დაუყოვნებლივ მოქმედებას, მაშინ როგორია თქვენი გზა ახლო მომავალში? Well, absolutely. So again, we are committed. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვრჩებით ევროპული ინტეგრაციის ერთგული. მზად ვართ, რომ ბეჯითად შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ეს ძალიან მკაფიო დღის წესრიგია და მოთმინებით დაველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, მაგრამ ამავდროულად ბეჯითად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომლებიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას ემსახურება. Consistently fulfill all the obligations which are about accelerating our European integration. როგორ აპირებთ ქართულ ხალხთან საუბარს? თქვენი აზრით, არჩევნების საკმარისი პირობა იყო, ხომ არ აპირებთ რეფერენდუმის ჩატარებას ახლო მომავალში? So we are the ჩვენ ყველა მოქალაქის მთავრობა ვართ. ჩვენ მხარი დაგვიჭირა 54%-მა. თუმცა ქართველების დაახლოებით 38%-მა ხმა მისცა რადიკალურ ოპოზიციას. დანარჩენების ინტერესებზეც უნდა ვიწრუნოთ. ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა ესეცაა. It's also one of our responsibilities. როგორია თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან? ხომ არ გეგმავთ რუსეთის საელჩოს ისევ გახსნას თბილისში? We have no diplomatic relations and there is no space for ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მათი აღდგენის არავითარი საშუალება არ არსებობს, რადგან ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებული აქვს. მან ცნო ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების. თუმცა ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკურ კურსს ვადგავართ და სწორედ ეს არის მთავარი რუსეთის მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ასე ვაპირებთ გაგრძელებას. პრაგმატული პოლიტიკური კურსის გატარებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი run it further to have pragmatic policy towards the Russian Federation. That's one of our kind of policy lines in terms of the kind of foreign policy of the country. საქართველოს დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აპირებს საქართველოს ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებას. Those territories and reclaim them back. So the territorial integrity of Georgia is of course one of the
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რა თქმა უნდა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხი. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და რასაკვირველია უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ კუთხით. მაგრამ ჩვენი რეგიონი მშვიდობის მოყვარეა. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მშვიდობიანის გარდა სხვა გამოსავალი სრულიად მიუღებელია ამ შემთხვევაში და მხოლოდ მშვიდობიანად გსურს აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამას ალტერნატივა არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ გარემოებებში ეს რეალურად მოხდება. We would like to restore our territorial integrity. It has no alternative. And we are hopeful that at some point this will be realistic. Let's see. Georgia has lost საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას 14,000 ადამიანი შეეწირა. ასე რომ ქართველებს სხვებზე უკეთეს მითეს გარემოება. რას ფიქრობთ, როგორც ომით დაზარალებული ქვეყანა, თუ რუსეთი და უკრაინას სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას დააპირებენ? ის მხარეს იქნებით? were to enter into a peace agreement, who would you be backing? So we suffered a lot. ჩვენ უამრავი ტკივილი გავიარეთ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ასე თავგამოდებით ვიბრძოდით, რათა თავიდან აგვეცილებინა კიდევ ერთი ომი საქართველოში. ეს არ იყო ადვილი, რომ არ გვცეულიყავით მეორე ფრონტად, რადგან ძალიან დიდი იყო ინტერესი ამის მიმართ და იყო თხოვნაც ამ კუთხით. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რათა აგვერიდებინა კიდევ ერთი ომი საქართველოში. რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას, ამას ალტერნატივა არ აქვს. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად ვამბობდით, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ აქვს ალტერნატივა. ხალხი იხოცება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მშვიდობის მხარდაჭერაზე. სწორედ ეს არის მთელს რეგიონსა და მსოფლიოში ვითარების გაუმჯობესების გასაღები. The community should be fully concentrated on promoting this ceasefire agreement and the peace. That's the key for improving the overall situation in the region and in the world. Do you see Georgia's future? რამდენად გესახებათ საქართველოს როგორც დასავლეთის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სისტემაში სრულად ჩართული ქვეყნის მომავალი, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას ნიშნავდეს? So we have quite clear foreign policy goals in terms of საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ მკაფიო მიზნები გვაქვს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არ დგას დღის წესრიგში ამჟამად დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებებისა და მიდგომების, ზოგი კონტექსტის გამო ჩვენთან მიმართებით. მაგრამ ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, თითოეული ნაბიჯის გადატკმის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი გვერდითი ეფექტები. მაგალითად, მოგვიწია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რათა არ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. რასაც გთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა და ზოგჯერ საჯაროთაც დასავლეთიდან. ჩვენ საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაგვეცვა. მარტივად გავთვალეთ, რომ სანქციების შემოღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნიდა საქართველოს ეკონომიკას. პირველივე წელს ეკონომიკის ვარდნა დაახლოებით 10% იქნებოდა და პესიმისტური სცენარის მიხედვით შესაძლოა 18%-ისთვისაც მიაღწია. ყოველთვის გაწონასწორებული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. თუმცა მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ისე, რომ მსხვერპლად არ შევწიროთ ჩვენი არსებითი ეროვნული ინტერესები. Without sacrificing our key national interests. You mentioned ადრე თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. მას ევოლუცია მოაქვს რეგიონში. თქვენ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას? უკვე ესაუბრეთ ტრამპს. Not yet, but we are optimistic and the Georgian people is ჯერ არა, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. და ქართულ ხალხსაც იმედი აქვს, როდესაც უსმენს ბოლო განცხადებებს, მათ შორის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან დაკავშირებით. ამ პრობლემაზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. ჩვენ საქართველოში შემოვიტანეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს. ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რომ წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. და ამერიკის წინა ადმინისტრაციის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა. ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მესიჯები ემთხვევა ახალი ადმინისტრაციის მესიჯებს. და რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარების გამო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შევძლებთ პარტნიორობის აღდგენას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველო მზადაა აღადგინოს სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. partnership with the United States. Can you tell me about the როგორია საქართველოს სტრატეგიული როლი, რომელსაც საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა თამაშობს აზიასა და ევროპას შორის? რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფუნქცია?
initiative. Historically, Georgia was ისტორიულად საქართველო ყოველთვის აკავშირებდა ევროპასა და აზიას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ გვინდა რამდენადაც შესაძლებელია აღვდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამისთვის. ვდებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, მათ შორის გზატკეცილების, საზღვაო პორტების და აეროპორტების განვითარებაში და ასე შემდეგ, რკინიგზისაც. და რა თქმა უნდა, ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ვისურვებდით უფრო გაგვემტკიცებინა პარტნიორობა შესაბამის ქვეყნებთან, რომლებიც ვაჭრობის ორივე მხარეს დგანან. ერთი მხრივ ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მეორე მხრივ სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ჩემი აზრით, მიმდინარე დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგცემს აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული ფუნქცია. Central Asian countries with China. I think these kind of trends, the positive trends that we enjoy at this moment, can promote the restoration of our strategic function. Very finally, და ბოლოს რომ შეგეძლოთ გაუგზავნოთ მესიჯი პირადად პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ პუტინსა და ასევე ევროპასაც. რას ეტყოდით and then მათ? also to Europe, what would those individual messages be? I would have some common message for მე საერთო მესიჯს გაუგზავნიდი ყველას. სამართლიანობა არის მთავარი. ჩემი აზრით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოგვეცდნენ უსამართლოდ. მე მგონია, რომ სამართლიან მიდგომას შეუძლია ხელი შეუწყოს იმ ობიექტური ინტერესების განხორციელებას, რომლებიც ყველა სხვადასხვა ქვეყანას აქვს ჩვენს გარშემო. the interests of all different countries around us. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, კიდევ ერთხელ რომ გვესაუბრეთ ევრონიუსზე. სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლობა თქვენ.